სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა მეტისი ცუგას, სახელად წესრიგას ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ასწორებს ძაღლი ავტოპარკინგის წაქცეულ ნიშნებს და აბრუნებს თავის ადგილას. გავრცელებულმა ვიდეომ საზოგადოებაში აღფრთოვანება გამოიწვია და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა ადამიანები ძაღლების გონიერებასა და მოხერხებულობაში. თათების იმედმა გადაწყვიტა წესრიგის მოყვარული ცუგას შესახებ მეტი დეტალი გაერკვია და დუშეთში ჩავიდა. წესრიგაზე მზრუნველმა ზურაბ ზარიძემ გვითხრა, რომ ცუგა 2 წლის წინ მიეკეტლა ერთ-ერთი მაღაზიის ტერიტორიას და მას შემდეგ ზრუნავენ მასზე. მაშინ წესრიგი არ იყო, ზარბაზანას ვეძახდი. ძალიან გახვდარიც იყო იმ პერიოდში რა და პერიოდულად მოვიდოდა, ვაჭმევდი, წავიდოდა და იკარგებოდა. მე რო ავაშენე მაღაზიას გავხსენი, მე ძალიან ხშირად მოდიოდა ხოლმე. უკვე კარებში იწვა, ხალშიგინ შემოდიოდა. ხო ესე ბოჩვეული არის. მაგრამ რომ მივიდე და თავზე ხელი გადაუსწო, ნუ რას უკაცრავთ, არ გვიშვებს. არავის, აი ჩემ თანამშრომლებსაც არავის არ იკარებს ახლო რა და საჭმელსაც რო დაუდგავ, თუ იქავარ არ აჭამს. უნდა გავიდე ბოშორებით, მე მივა და ჭამს. აი რაღაც თითქოს არ გვენდობაო, თითქოს შეიძლება ძალიან ისეთი ტრავმა გადატანილი, რომ ადამიანებს არ ენდობა. და ვერ დაივიწყა ეგ, თორე ეხლა ჩვენთან კომფორტშია რა, ასე ვთქვათ. მოვა, დაგვენახება, შემოგხედავს, რომ უნდა ვაჭამოთ. თუ არ ვაჭმევთ, 2-3 წუთი გაჩერდება, გატრიალდება წავა. თუ ვაჭმევთ, შეჭამს წავა, არა ჩერდება. ზურაბ ზარიძე გვიყვება, რომ წესრიგა ერთ ადგილას არასდროს ჩერდება და მთელს დუშეთში მოგზაურობს. არავინ იცის, როდის გამოჩნდება ნაცნობ ტერიტორიაზე ჭკვიანი ცუგა. გვითხრა, რომ ძაღლისთვის არავის უსწავლებია საგზაო ნიშნების გასწორება. ეს თავად მოიფიქრა და თავისი გონიერებით ყველა გააოცა. იხსენებს, რომ როდესაც ცუგას განსაკუთრებული თვისება შეამჩნიეს, ბევრი არ იჯერებდა, მანამ სანამ კამერების ჩანაწერები არ ნახეს. გაუცებული დავრჩით ერთმა თანამშრომელმა დაინახა ეს და მითხრა და მე კამერებში გადავახვე, ნახე და გაუცებულები ვართ უყველანი რა, ეს რა გააკეთა რა. ხო დაინახეთ ის ვიდეოშიც არის, რომ წამოაყენებს ფეხზე და მე მოვიდა კარებში დაგვიდგა რომ ვაჭამეო, ხო დავიმსახურეო ასე ვთქვათ რა. სოციალურ ქსელებში და ძალიან დიდი ნახვები აქვს და ყველამ გაიცნო და ამას წინათ იყო რაღაც ავტობუსი გაჩერდა და ტურისტების რა და მოვიდნენ და ძაღლი გვაჩვენეთ რომელია, აინტერესებდათ ისეთი პოპულარული გავხდა რომ ამათაც გაიგეს ტურისტებმა რა და სამწუხაროდ აქ არ იყო. Facebook ვარსკვლავია რა, რამდენი ნახვები აქვს რა. დაერქვა წესრიგა რა, მოწესრიგებული არის. განსაკუთრებულად გონიერი ცუგა მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს არ ენდობა, ძაღლების მიმართ სულ სხვაგვარი დამოკიდებულება აქვს. ემეგობრება და თამაშობს მაღაზიასთან მიკაძლებულ სხვა ცუგებთან. წესრიგამ თავისი უსიტყვო გონიერებითა და განსაკუთრებული ქცევით გარშემომყოფების უდიდესი სიყვარული, პატივისცემა და აღფრთოვანება დაიმსახურა. მისი ისტორია კიდევ ერთი უთხოვარი დასტურია ჩვენთვის, ადამიანებისთვის. არ არსებობს უჯიშო ან უბრალო ძაღლი. თითქოს ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული მიუსაფარი ცუგა შესაძლოა სინამდვილეში იმაზე ბევრად მეტ სიღრმეს, ერთგულებასა და გამორჩეულ სამყაროს მალავდეს, ვიდრე ვინმეს შეუძლია წარმოიდგინოს. გავუფრთხილდეთ ჩვენს 4 ფეხა მეგობრებს, მიუხედავად მათი ჯიშისა და წარმომავლობისა. ჩვენ ყველა ერთად თათების იმედი ვართ.